ლენინგრადის ოლქში ქარხანა დაიწვა, ცეცხლი 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გავრცელდა. ბოლო 24 საათში უკრაინამ რუსეთის ავიაციას 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. უკრაინული დრონების თავდასხმისა და სპეცოპერაცია ობობის ქსელის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 94%. სტამბოლში უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. დელეგაციების შეხვედრა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ხანმოკლე იყო და დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. ზელენსკის განცხადებით უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა დოკუმენტები გაცვალეს. გზადდება თვეთა ახალი გაცვლა. ემიგრაციაში წასვლის გამო მოსწავლის სტატუსი 2024 წელს 3900 მოსწავლეს შეუჩერდა. მონაცემებს ომბუდსმენი აქვეყნებს. ევროპის კონტინენტზე ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერის ნაწილი სავარაუდოდ ჩამოიქრა. კვარაცხელია კაცი 3 ფილტვით. ასე დაახასიათა საფრანგეთის პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელია. ემანუელ მაკრონმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ PSG-ს ფეხბურთელებს ელისეს სასახლეში უმასპინძლა.